ნახეთ როგორ საუბრობს ილია მართალი. ქართველისათვის ორი გზა იყო: ქრისტიანობა, ან არადა ვაჟკაცურის სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის. ან ქართველობა, ან არადა ხმლის პირზე გულის შეთლა. ქრისტიანული ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ქრისტესათვის სიკვდილი არის შესაძლებელი. და ფაქტობრივად თითოეული ჩვენგანი ცხოვრება არის მზადება, რომ ქრისტესათვის მოვკვდეთ. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღեղეთ მკერდი და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე დავუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვათ ჩვენი ძვლები ვიხმარეთ, კირათ ჩვენი სისხლი, გავწყვდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირათ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭმა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში. ილია მართალი აი ესე ხედავს, ესე გრძნობს და განიცდის თავის სამშობლოს. აი ლიბერალი, რომელსაც ჭეშმარიტი თავისუფლება სურს, თავისი ერისათვის, თავისი ქვეყნისათვის.